გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის უჭირს თუ არა უთქვენოთ. ჩაიფიქრეთ ისეთი ადამიანი, ვისაც შეეფერება მსგავსი კითხვა თქვენი მხრიდან, წარმოიდგინეთ ვიზუალურად, იმეორეთ მისი სახელი გულში. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტომდე არის ფასდაკლება პირად ტარო კონსულტაციაზე. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, გთხოვთ გამოიწერეთ TikTok-ზე და YouTube-ზე. მაშასე თქვენი ადამიანი, ვინც წარმოიდგინეთ, ვის სახელსაც იმეორებთ გულში. ვინ არის ის? მისი სიგნიფიკატორი კარტი ვნახოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თქვენ და თქვენს ადამიანს. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? და ვინ ხართ თქვენ? თქვენი ადამიანი არის კომუნიკაბელური პირველ რიგში, შესაძლებელია მას ჰყავს მანქანა, გადაადგილდება ხშირად, ასევე უდიდესი სიყვარული აქვს გულში თქვენს მიმართ ამ ადამიანს. თქვენ ხართ ძალიან ძვირფასი მისთვის. დაახლოებით ესეთია სიგნიფიკატორი კარტი თქვენი ადამიანის. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ძალიან ინტელექტუალი ადამიანი, განვითარებული გაქვთ გონება, აზროვნებთ სწრაფად, ინტუიცია გაქვთ შესანიშნავი, ამ მომენტში ხართ ცივ ენერგიებში. შესაძლებელია რაღაც რაიმეს ხელმძღვანელობთ, ან რაღაც თქვათ სოციუმში ხართ, სადაც თქვენ ხართ მთავარი. თქვენი ადამიანისგან ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენ ხართ დისტანცირებული. ანუ მასთან ახლოს არ ხართ. დაახლოებით ასეთია ძვირფასებო. თუ გეცნოთ სიტუაცია, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანები აღწერეთ და არ შეგეფერებათ თქვენ და თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, რა თქმა უნდა, ასკროლეთ და ესეც ხდება ხოლმე. კარგით, რა არის თქვენს შორის ახლა? ნახოთ. ამ მომენტში თქვენი ადამიანი არის უკმაყოფილო იმითი, რომ ვერ ასრულებს იმ მოქმედებებს, რაც მას სჭირდება. ამის გამო არის ილუზიებში და ამის გამო ფიქრობს, კი არა და ასეთი შეგრძნება აქვს, რომ თითქოს თქვენ გკარგავთ. ანუ თქვენ ემოცია გაგინელდათ მის მიმართ. ეს ხდება თქვენს შორის. თქვენ ცდილობთ დააბალანსოთ საკუთარი ემოციები, საკუთარი გრძნობები, საკუთარი თავი. და ის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, ამ ყველაფერს განიცდის. დაახლოებით ასეთი სიტუაცია ხდება თქვენს შორის. კარგით, ნახოთ კითხვა, მთავარი კითხვა. უჭირს უთქვენოთ თქვენს ადამიანს, ვინც ჩაიფიქრეთ. ძვირფასებო, ყველა არკანი ადასტურებს, რომ თქვენ მისგან ხართ შორს. თქვენ ხართ მიუწვდომელი მისთვის, თქვენ ხართ მისი ოცნება, თქვენ ხართ მისი სანატრელი, ასე ვთქვათ, ადამიანი. მას ასე გონია, რომ თქვენ არ გსურდათ წასვლა, რაღაც უბრალოდ საჭირო არის ასე და ის თვლის, რომ აი გაივლის რაღაც დრო და მოგვარდება ეს საკითხი. თუმცა არის უდიდესი ბუნდოვანება. ესე იგი, უჭირს თუ არა, ამაზე პასუხი არის როგორი. ძალიან ენატრებით. ასევე
ის არ ფლობს ინფორმაციას. აქ უფრო არის ცნობის მოყვარეობა. ანუ თქვენ როგორ ცხოვრობთ, როგორ ხართ, ეს არ არის ეჭვიანობა. ეს არის ის, რომ ადამიანს ყველაფერი აინტერესებს თქვენზე. სხვა ხო არ შეიყვარეთ. საერთოდ რას აკეთებთ დღის განმავლობაში, ან თუნდაც ღამე. მას უნდა რომ იყოს საქმის კურსში. ვერ ვიტყვი რომ უჭირს, უბრალოდ ეს არის ის რომ მოცულია თქვენით, მას ურს რომ როგორც წიგნი ისე წაგიკითხოთ. და რატო ვერ ახერხებს ამას? აქ არის ფინანსები, სამსახური, რაღაცაზე არის, ასე ვთქვათ, მემართული მისი ყურადღება, რაც ძირითადად ფინანსებს და სამსახურს ეხება, შეიძლება ფულს აგროვებს. იმიტომ რომ პრინციპის საკითხია, ეს რის გამოც თქვენ ამ მომენტში ის ვერ გიახლოვდებათ და იმ ქმედებებს ვერ ახორციელებს, რაც მას სურს თქვენს მიმართ, ამაში მას ხელს უშლის მისი პრინციპები და მისი მიზნები. ძირითადად ეს ყველაფერი უკავშირდება ფინანსებს, სამსახურს, ან რაიმეს შეძენა თუ სურს ან რაღაცა, რაღაცისთვის ის აგროვებს თანხას და ამ ყველაფერს სჭირდება დრო. კარგით, ნახოთ როგორ ცხოვრობს საერთოდ ის თქვენს გარეშე. ძალიან ღირსეულად შეიძლება ითქვას, ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ის ელოდება, ასე ვთქვათ, რაღაცას ელოდება, რის შემდეგადაც ამოქმედდება. ცხოვრობს მოლოდინში, შეიძლება ითქვას. და რის მოლოდინში ცხოვრობს? ბედნიერების წვირფასება. და თქვენ შედიხართ ამ მის ბედნიერებაში. რა თქმა უნდა, წვირფასება არის შეხედათ. ეს არის იმპერატრიცა. ესე იგი, იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის დაქორწინებული, რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მისი ბედნიერება და მას აქვს გეზი თქვენსკენ აღებული და გზა აქვს თქვენსკენ. კარგით, მაშინ ის გადაგჩენია, ნახოთ, რას ვფიქრობს თქვენზე. რომ თქვენ ხართ მისი ხალისი, თქვენ ხართ მისი მხიარული გუნება განწყობილების მიზეზი. თქვენ ხართ მისი დღესასწაული. კიდევ რას ვფიქრობს? ასევე ხართ მანიპულატორი. თქვენ მართავთ მის ცხოვრებას, თქვენ და უნებურად. შეიძლება თქვენ ეს, ასე ვთქვათ, ამ წუთას არ იცით, ან თქვათ, რომ არა, მე არ მართავ მას. ის თulis, რომ თქვენ მართავთ მას თქვენი ენერგიით. და ეს შესანიშნავად გამოგდით მისი აზრით. კიდევ რას ვფიქრობს თქვენზე? რაღაც რისკია საჭირო გარისკვა. არჩევანი აქვს გასაკეთებელი. დიახ, და ის გააკეთებს ბრძნულ არჩევანს. ადამიანი თვითონ ეს ვინც შეიფიქრეთ, უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და გააკეთოს არჩევანი. მისი აზრით, თქვენ უმაღლესი ძალების მიერ ხართ ერთმანეთთან დაკავშირებული. კიდევ რას ვფიქრობს? თქვენ გეშინიათ მისი აზრით და გსურთ, რომ იყოთ თავისუფალი ლაღი და კომფორტში. ძალიან სურხართ სექსუალურად და საერთოდ თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი. შეიძლება ითქვას, ეს გახლავთ თასების დედოფალი ულამაზესი დედოფლებს შორის ტაროს არკანებში და სიყვარულის, ასე ვთქვათ, ელექსირი არის საერთოდ
თასების დედოფალი. გისურვებთ საუკეთესოს პირად ცხოვრებაში და ზოგადად ყველაფერში. პირად ტარო კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.